ჯავშანჟილეტი დამზადებულია დელტაში და საქართველოს დაიწყო სერიული წარმოება. ქართული ჯარი მთლიანად დელტაში წარმოებული ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით აღიჭურვება. მალე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მეხუთე ქვეითი ბრიგადის 52 ბატალიონი გაემგზავრება. ეს იქნება პირველი ქვედანაყოფი, რომელსაც ავღანეთში ქართული აღჭურვილობა ექნება. ავღანეთში წელს პირველად გავამგზავრეთ მთელ ასე ვთქვათ ბატალიონს ეკიპირებულს დელტაში დამზადებული ჩაფხუტით და დამცავი ჟილეტით. მე ვპირდები სამხედროებს, რომ ისე როგორც ისინი არიან მოთხოვნადი ნატოს შეიარაღებული ძალებისთვის, ასევე ჩვენი პროდუქციაც გახდება მოთხოვნადი არა მარტო ჩვენი ქვეყნის სამხედროებისთვის, არამედ სხვა ჩვენი მეგობარი ქვეყნის სამხედრო წარმოებისთვისაც. დელტას საწარმოო სიმძლავრეები ქართული შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებებს სრულიად დააკმაყოფილებს. საწარმო ამჟამად თავდაცვის სამინისტროს კონკრეტულ შეკვეთაზე მუშაობს. ქართული აღჭურვილობა ავღანეთში გამოცდისთვის ემზადება. როგორც ჩემთვის პროექტის მენეჯერისთვის საამაყოა ის, რომ პირველად ხდება ქართული მისია მოიხმარს ავღანეთში ამ ჯავშან ჩაფხუტებს და ეს მთელი დელტასთვის არის ეს საამაყო. დელტას წარმოებული ჯავშანჟილეტებით იყო აღჭურვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქართული ქვედანაყოფი. როგორც დელტაში აცხადებენ, ტექნოლოგია დაიხვეწა და ახალი პროდუქცია გაცილებით მაღალი სტანდარტისაა. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დელტას ხელმძღვანელის უჩა ძოძუაშვილის განცხადებით, ახალი პროდუქციის ექსპორტზე გასატანად მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ტექნოლოგია განსაკუთრებით ჯავშანჩაფხუტების არის სრულად საქართველოში შექმნილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ფაქტიურად მხოლოდ ვღებულობთ ნედლეულს, საბაზო ნედლეულს, დანარჩენს ყველაფერს ჩვენი უნიკალური მეთოდით ვაკეთებთ. მეთოდი არის განსაკუთრებული იმით, რომ შედეგს დაცვის თვალსაზრისით იძლევა ძალიან დიდს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან ამ პროდუქციის ექსპორტის შესახებ. თვითონ საწარმოო შესაძლებლობები გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ მოვამარაგოთ არა მხოლოდ ქართული ჯარი, არამედ მნიშვნელოვნად გავიდეთ ექსპორტზეც. ინდივიდუალური დაცვის სისტემებზე მუშაობის პროცესში დელტა სპეციალისტებმა საერთაშორისო სტანდარტები და სამხედრო ქვედანაყოფის მოთხოვნილებები გაითვალისწინეს. ქართული სამხედრო პროდუქცია ბოლო გამოცდას მსოფლიოს ერთ-ერთ ცხელ წერტილში ავღანეთში გაივლის.